მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი გვექნება მისი ფიქრები, განცდები და გრძნობები თქვენთან ბოლო საუბრის შემდეგ. დღეს გავაკეთებთ ერთ პოზიციან გაშლას, დღეს ასარჩევი ვარიანტები არ გვექნება, თუ გიყვართ ასეთი ვიდეოების ყურება და დღევანდელი საჯარო გაშლა თქვენზე რეზონირდება, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და არჩით ჩემთან ერთად. ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე რეზონირებას იწყებს მაშინ, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის, როდის არის განთავსებული საიტზე. ვისაც პირადი კონსულტაციები გინდათ ჩემთან, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ახლა შეგიძლიათ თქვათ იმ პიროვნების სახელი, ვისაც გინდათ რომ დღეს კარტმა პასუხები მოგცეს და ვნახოთ და დავიწყოთ, რას გვეტყვის დღეს კარტი. მისი ფიქრები, განცდები და გრძნობები თქვენთან ბოლოს საუბრის შემდეგ. აქ პირველ რიგში ამოდის თქვენი ახლანდელი მდგომარეობა. როდესაც მაგალითად ახლა შეიძლება ისეთ სიტუაციაში იყოთ, რომ სასიყვარულო ენერგიები საერთოდაც თქვენთვის აქტუალური არ იყოს, ან საერთოდაც გრძნობები და შეგრძნებები გქონდეთ დაკარგული. გამოფიტულად გრძნობდეთ თავს და გქონდეთ ისეთი სიტუაცია, რომ როდესაც ვერენდობით უკვე ისეთ რაღაცები გამოიარეთ ცხოვრებაში, რომ პარტნიორს ვერენდობით, ვერც ამ ადამიანს ენდობით, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ და შეიძლება ზოგადადაც ახალი ადამიანები რომ შემოდიან თქვენთან, ამ პიროვნებებს გულს ვეღარ უხსნით. ვინც მაგალითად გთავაზობთ სერიოზულ ურთიერთობას, მათ სერიოზულ ურთიერთობაზე არ თანხმდებით, იმიტომ რომ რაღაც ნაკლოვანებებს მალევე პოულობთ. თუ მაგალითად ისეთი ადამიანი შემოვიდა, რომელიც რაღაც კონკრეტიკას არ გაძლევთ და მარტივ ან სექსუალურ ურთიერთობებს გთავაზობთ, არც იმათ არ თანხმდებით, იმიტომ რომ ესეთი ურთიერთობაც არ გინდათ, ანუ არც სერიოზული გინდათ, არც ისეთი გინდათ. აი ზოგიერთ თქვენთაგან ახლა ამ ენერგიით ხართ მოსული ჩემთან. ან შეიძლება გქონდეთ ისეთი სიტუაცია, რომ აი ამ პიროვნების მიმართ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომ აღარ სერიოზულობა გინდათ მასთან და აღარც არასერიოზულობა, იმიტომ რომ ძალიან დაიხალეთ, ძალიან გადაიტვირთეთ და ძალიან აი შეიძლება ახლა გაფრაზებულები უყურებთ ამ გაშლას უფრო სწორედ, აი რაღაცაზე ძალიან გულდაწყვეტილები ხართ, ან მოთმინება გაქვთ უკვე დაკარგული. ხო. და სხვა შორის ეს პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენს ამ ენერგიას ცნობს და ძალიან კარგად ხვდება რა სიტუაცია შეიძლება ახლა იყოთ, რომ აი მისი გამოჩენა ამ წუთას შეიძლება გაღიზიანებდეთ. მისი ფიქრები ბოლო საუბრის შემდეგ. ეს ადამიანი ძალიან კარგად აანალიზებს და აცნობიერებს იმ სიტუაციას, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელმაც დააფასა თავისი თავი, თავისი შეგრძნებები და ემოციები. ხვდება, რომ გაქვთ ისეთი სიტუაცია ახლა ცხოვრებაში, რომ არ გაქვთ იმის სურვილი, რომ ვიღაცას რაღაც აუხსნათ ზედმეტად, რაღაც რესურსი ჩადოთ, შეგეშინდეთ მარტოობის და უკან გაეკიდოთ ამ ადამიანს. ანუ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ნიღბავთ თქვენს ემოციებს. შეიძლება ეს იყოს, რომ არ აჩვენებთ თქვენს რეალურ განცდებს ამ პიროვნებას და პირიქით აჩვენებთ იმას, რომ აი, რა ვიცი, გააფუჭებ სიტუაციას წახვალ და შანსი აღარ გექნება ჩემთან. ძალიან მკაცრად უდგებით მას და ეს მან დაიჯერა, რომ აი თქვენ უკვე ისეთი რესურსი გაქვთ, ისეთი სიტუაცია გაქვთ ცხოვრებისეულად, ისეთ ეტაპზე ხართ მისული, რომ თქვენ რომ ვიტყვით ხოლმე უკან არავის აღარ გაეკიდებით. ენდომება დარჩება თქვენთან ურთიერთობაში, არ ენდომება და თქვენ კარს მიუხურავთ და აღარც დაინტერესდებით მისით. ესეთი ფიქრები აქვს, რომ საკუთარი თავის სიყვარული გაქვთ ძალიან კარგად ნასწავლი.
კი აი პირდაპირ იცის ამ პიროვნებამ, რომ თქვენ მას ან არენდობით, ან ძალიან გაწყენინათ, ან გრძნობებში სიცივე გაქვთ, რომ მხოლოდ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებთ და თქვენი მოტყუება დაყოლიება ან მარტივად რაღაცაზე დათანხმება ფაქტიურად არ შეუძლია. არც გამოუვა, თქვენში ძალიან დიდ ცვლილებებს ხედავს. თქვენში ხედავს რაღაც ძალას, მომატებულ ძალას. თქვენი სტაბილურობის ფასი გაქვთ ძალიან კარგად გაცნობიერებული, რომ თქვენი შინაგანი სიმშვიდის, ბალანსის და სტაბილურობის გარდა ეხლა ცხოვრებაში პირველ ადგილზე არავინ და არაფერი არ გყავთ. მისი ფიქრები ცოტა ისეთი არის, დამაფიქრებელი არის, თქვენი ნაბიჯები არის დამაფიქრებელი, თქვენი დიალოგი არის მისთვის ძალიან დამაფიქრებელი. მგონია, რომ მან გაიაზრა და გადაგაფასად. ძალიან ბევრ რაღაცაში გადაგაფასად. ფიქრობს, რომ რაღაცებზე უნდა იმუშაოს და გამოასწოროს, ან საერთოდაც ყველაფერი თავიდან დაიწყოს და შეცვალოს, იმიტომ რომ რაც ძველი იყო, თქვენთვის მისაღები არ არის. მოძველდა თქვენთვის ყველაფერი. ან რეალური ნაბიჯები გინდათ, ან საერთოდ არაფერი არ გინდათ, შეიძლება ეს კონკრეტული მომენტი იყოს. ზოგიერთ თქვენთაგან საერთოდაც ამ პიროვნების მიმართ შეიძლება უბრალოდ ცნობის მოყარეობა გქონდეს დარჩენილი და მეტი არაფერი. მისი განცდები, იმპერატორი. სხვათა შორის ის განიცდის საკუთარი თავის გამო განიცდის პირველ რიგში, რომ ის იმპერატორი, რომელიც თქვენ შექმენით და თქვენს თვალში რაღაც ძალიან პატივსაცემი იყო, მისაღები იყო, თვითონ მიჰყავდა ურთიერთობა ისე როგორც უნდოდა, ეს რაღაცები იცვლება და ეს ამას განიცდის, ანუ შეიძლება თავისი ეგო შეილახა ამით, ან ეხლა უნდა რომ მოიპოვოს, რომ ისევ პირველ ადგილზე წამოვიდეს, უარს ვერ ეგუება, შეიძლება ეს იყოს, ძალიან განიცდის იმას, რომ თავისი შარმი დაკარგა თქვენთან, რომ რაღაცაზე შეგიძლიათ წინახდებობა გაუწიოთ, უარი უთხრათ, რაღაცაზე ისეთი მთავარი და მნიშვნელოვანი აღარ არის, მის გარშემო აღარ ტრიალებს დედამიწა. ამაზე პატარა ბავშვივით განიცდის, აი მისი განცდები არის, აი ძალიან ესეთი, მას უნდა დიდი სურვილი აქვს, რომ გიყვარდეთ. ამ პიროვნებას აქვს იმის მოთხოვნა და სურვილი, რომ თქვენ ის უპირობოდ გიყვარდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგადად სიყვარულის დეფიციტსაც განიცდიდეს ახლა ეს ადამიანი. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი შეგაყვაროთ, ან ისევ ხელახლა შეგაყვაროთ, ან ისევ თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილას დაბრუნდეს. სამდენად გამოვა სხვა ამბავია, მაგრამ სურვილი, აი ყოველ შემთხვევაში ამოქმედება, მისი მოქმედება აქედან დაიწყება, რომ პირველობა არ დაკარგოს. განცდები და გრძნობები. გულგატეხილობა აქვს. ანუ გულზე მართლა მოხდა, არ ვიცი, თქვენთან ბოლოს საუბრის შემდეგ, მისი ფიქრები, განცდები და გრძნობები არის ძალიან დამძიმებული. გულთან ყველაფერი ახლოს ძალიან მიიტანა. გააცნობიერა, რომ წარსული დაკარგა და წარსული ზეგავლენები თქვენზე აღარ მოქმედებს, რომ წარსულში როგორც იყო სიტუაციები ისე ვეღარანაირად ვეღარ იქნება და აღარც გაგრძელდება, ამას ძალიან კარგად და ნათლად გრძნობს და ხედავს. კიდევ არის აქ ისეთი მომენტი, რომ მას ძალიან მაღალი თვითშეფასება და ეგო აქვს და ვერ ეგუება მეორე ხარისხოვან როლში თქვენს ურთიერთობაში ყოფნას და აქედან გამომდინარე შეიძლება მან დაიწყოს ხელახლა თქვენი მოპოვება. ზუსტად იმის მიღება უნდა, რასაც უარს ეუბნებით. აი შეიძლება ფიქრობთ, რომ რაღაცაზე უარი ვუთხარი და წავიდა, მაგრამ ეს არ ასვენებს, არ აძინებს, შეიძლება უძილო ღამეებიც დაეწყო მას.
ეს ადამიანი ვერ შეეგუება თქვენგან უარს, თუმცა იმას აცნობიერებს, რომ გრძნობაც აქვს და განცდაც აქვს, რომ წარსული დამთავრდა, სხვა ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, სხვა სტრატეგია სჭირდება. იმიტომ რომ ხვდება, რომ თქვენ რაღაც ისეთი მდგომარეობა გაქვთ ახლა, ისეთი სიმშვიდე გაქვთ ახლა საკუთარ თავთან, მოპოვებული, რომ თქვენ არაფერს არ დაუთმობთ მას უკვე. კომპრომისებზე აღარ წახვალთ. და აქედან გამომდინარე ის დაიწყებს თქვენთან რესურსის ჩადებას და დაიწყებს ისევ დაიწყებს მოქმედებას, რომ ხელახლა დაგაინტერესოთ და თავი მოგაწონოთ. აქამდე თუ თქვენ დებდით რაღაც რესურსს და ან ვერაფასებთ და ან საერთოდაც რაღაცნაირად შვიდათ იყო, იმიტომ რომ ყოველთვის გვერდით ეგულებოდით, ახლა ეს საყრდენი მოეშალა მას და ეცდება, რომ თქვენს გარშემო იტრიალოს და აი თავი მოგაწონოთ, იმიტომ რომ აი რას ქვია და თქვენ მიივიწყეთ, რას ქვია და თქვენ მასზე აღარ დარდობთ, რას ქვია და ადვილად გაუშვებთ ცხოვრებიდან. აი ეს ეგოს მომენტები ძალიან უფიქსირდება მას. დღევანდელი გაშლა მივახლოვდა დასასრულს, მე დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყველას ბედნიერებას და წარმატებებს და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.